დღეს ჩვენ ვიცით, რომ პრაქტიკულად მიზანმიმართულად ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ჩვენ უარი გითხრეს ევროკავშირში გაწევრიანებაზე და მე მინდა გითხრათ, რომ ჩემი შეფასებით ეს უარი ნათქვამია არა იმიტომ, რომ ვინმეს მოუსწონს ან არ მოუსწონს საქართველოს, არამედ რეალურად საქართველოს ევროკავშირში ყოფნა წარმოადგენს საფრთხეს ევროკავშირის სახელმწიფოებისათვის. აქ სხვადასხვა მიმართულებით შეიძლება ვისაუბროთ. თუ შეიძლება ჩავშალოთ, ძალიან საინტერესოა, რატომ არის ეს საფრთხეს რატო შეგახსენებთ და ასევე ანექსიამდე რამოდენიმე თვით ადრე, როდესაც საქართველოს ასევე უარი ეთქვა ერთა ლიგაში გაწევრიანებაზე და ამაში მონაწილეობდნენ სწორედ ის ქვეყნები, ყოველ შემთხვევაში მშრალი ნაწილი სახელმწიფოებისა, რომლებმაც პრაქტიკულად დამაზიანებელი განათლება გამოუტანეს საქართველოს. ამიტომ პრაქტიკულად 100 წელზე მეტია გასული და ვშიშობ, რომ მოვლენათა პარალელიზმი ეს არის ისტორიული კანონზომიერება და ვფიქრობ, რომ ამ კუთხითაც ჩვენ განსაკუთრებული ყურადღებით უნდა ვივყოთ. ერთ სიტყვით, რაც არ უნდა თუნდაც დღევანდელმა ხელისუფლებამ გარკვეული თქვათ დათმობები გააკეთოს, გარკვეული თქვათ მიმართვები ევროკავშირთან დაკავშირებით თუ ნატოსთან დაკავშირებით თუ ამ მიმართვებს გავანალიზებთ ზოგადად იმ დამოკიდებულებებთან, რომლებიც გააჩნიათ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, რომლებიც პრაქტიკულად ისევ დომინირებენ საერთაშორისო ასპარეზზე, ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ ცოტა გონივრული მიდგომებით ვმართებთ. და ერთი რამ აუცილებლად უნდა დავიმახსოვროთ. უბრალოდ რაც არ უნდა შორს დავდგეთ ამ პრობლემისაგან, ვსაუბრობ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე, ყველაზე მოკლე მანძილი გახლავთ რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკების წარმოების განახლება.